ვარ სიტუაციას, როდესაც მამა ან მრევლის წევრები უხეშად აძლევენ შენიშვნას შარლით შემოსულ ქალბატონს ან ახალგაზრდას. ისიც მომისმენია, რომ მრევლმა უნდა მიუთითოს უცხო შემოსულს არასწორ ქცევაზე. რატომ უნდა მიუთითოს? მე მგონია, რომ მეც ჩავიკეთეთ ბოლომდე, მე კიდევ მეშინია, რომ უფრო არ დავაფრთხო, ან არ გავაღიზიანო. თან მახსენდება ერთ-ერთი მამის ნათქვამი. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აზრი ის არის, რომ შენს გამო რომ ვინმე დაბრკოლდეს და აღარ მოვიდეს უფალთან, ძალიან მძიმე ცოდვაო. თქვენი აზრი რომ გითხრათ ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, უხეშად მიმართვა არ არის გამართლებული, არც სასულიერო პირის მხრიდან და არც მრევლის მხრიდან. ჩვენ მოძღვარი გვეუბნებოდა ხოლმე, რომ თქვენ არ უთხრათ რაღაცა შენიშვნა ადამიანს, აი ჩვენ დავუშვათ ფიქაროსნები როცა ვიყავით რაღაც, არ უთხრათ რაღაც. შეიძლება ის მართლაც ვერ მოზომო და ისე უთხრა. და ჩვენ მართლაც არ ვაკეთებდით ამას. ჯობია მოძღვარმა უთხრას, ისიც არა ყველას წინაშე და არა უხეშად, არამედ როცა ის საჭიროდ ჩათვლის. განმარტოვებით, განცალკევებით, მან უფრო იცის მისი სულიერი მდგომარეობა, ვინც შემოვიდა ტაძარში. შეიძლება არც მან არ იცის მისთვისაც უცხოა. მაგრამ ყველა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სიფრთხილე ჯობია. ახლა ჩვენ შეიძლება ვფიქრობთ, რომ აი წესი დავიცვათ, მაგრამ წესზე მაღლა სიყვარული ხომ დგას. ამიტომაც აი თუ გონივრულად იქცევა ადამიანი, ის აუცილებლად თავშეკავებული იქნება. და ეცდება რომ მოზომოს და ისე უთხრას და ესე იგი აქცენტი გააკეთოს არა იმაზე რომ ჩვენ უთხარით, არამედ იმაზე რომ შედეგი რა იქნება. ერთ-ერთი მამის იმაში მართლაც არის ასეთი რაღაც, თუ არა ვწდები. წმინდა ანტონ, წმინდანად არ არის ჯერ ეს კაცი შერაცხული, თუმცა დიდი საეკლესიო მოღვაწე არის ანტონ სუროჟელი. ის ერთ-ერთი ქადაგებისას გამოვიდა და მან მხოლოდ ეს თქვა, რომ ახლა ის ადამიანი რომელიც გააბრუნეთო ამ შენიშვნის გამო წადითო და მოიყვანეთ. თუ არაო და მაშინ აზრი არ ექნებაო თქვენ საკყოფნას, თუ რაღაცა დაახლოებით ამდაგვარი უთხრა. როგორც ჩანს, წირვის დროს ვიღაცას ესე უხეშად მიმართეს. თუმცა მეორე მხრივ ესე იგი ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მოუწესრიგებელი არ მივიდეთ ტაძარში. მოუწესრიგებელი არ მივიდეთ, მაგრამ თუ ვინმე ესე მოუწესრიგებელი მოვიდა ტაძარში, ჩვენ მარტო ის კი არ უნდა დავინახოთ, რომ ეს მოუწესრიგებელი მოვიდა. არამედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რატოა ეს ესე. რა უჭირს ნეტა ისეთი. ახლა ამასთანაც შევხვდი ესეთ, აი მაგალითისთვის მინდა ვთქვა შედარებისთვის. ამასთანაც შევხვდი ესეთ სოციალურ ქსელში იყო რაღაცა ვიდეო. მე ვფიქრობდი ბავშვებისთვის მეჩვენებინა, რომ მათაც ესეთი რამე არ მოსვლოდათ. თუმცა მე თავი შევიკავე, რომ ვინც იმ ვიდეოში ჩანს, იქნებ მისთვის შეურაცხყოფელი იქნებოდა ეს ნამდვილად და ისედაც ბევრმა ნახა ალბათ, მაგრამ კიდევ ბევრს რატო უნდა ენახა და ვიღაცა რაღაცის გამო, არ ვიცი, მანქანიდან გადმოვიდა, მანქანას წიხს ურტყავს, კარებს მიაჯახუნებს, რაღაცას ჩაამტროს უკანა ფარს ჩაამტროს და ჩვენ საიდან ვიცით? უკან ვინც მიყვებოდა მანქანიდან, ის იღებდა და თან იცინოდა, თან რაღაცებს ამბობდა. ხოდა თუ მართლა რაღაცა გინდა, გადადი და შეეკითხე, რა უჭირს? რატო აკეთებს მაგას? იქნებ იმის მერე, რომ ესენი გააკეთო, წავიდეს და ან თავი მოიკლას კიდე, რაღაცა უჭირს, ხო, აშკარა იყო რა, დამშვიდებული კაცი ეგრე არ გააკეთებდა. მაგრამ მაგას ვამბობ, რომ აი იმ საქციელის იქით რა არის, რა მიიყვანა იმ საქციელამდე, შენ ის თუ არ ეძებე, მარტო ის რომ ვიღაცა შარლით შემოვიდა და შეიძლება. ახლა ზოგჯერ ხდება ხოლმე ისე, რომ მოდის ესე აი მოუწესრიგებლად მოდის, ან ზეთი უნდა იცხოვს საღამოსლოც ან რაღაცა. მე თუ ვატყობ, რომ ის მრევლი არ არის და პირველად არის. მე არ ვაჩერებ ხოლმე, არაფერს არ ვეუბნები, ზეთსაც ცხებ და თუ მოხდა ისე, რომ სხვა დროსაც მოვიდა და მე მექნება საშუალება, რომ დაველაპარაკო,
ეს ძალიან კარგი იქნება და მე გავიგებ რა უწის. მაგრამ თუ მრევლის წევრია და ის ასე აკეთებს, იმას ვერ თქვი. ის შეიძლება ზეთისწყებაზე არც დაუშვა, იმიტომ რომ ვინც იცის რა გააკეთოს და მაინც არ აკეთებს ისე. ეს სხვა არის, მაგრამ ვიღაც რო პირველად მოვიდა, იქ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა იცი რა მოიყვან, იქ იქნება ის უფრო დიდი მიღწევა, რომ ის საერთოდ მოვიდა ტაძარში, ვიდრე ის სხვა რო წლები არის და მოწესრიგებული. ხო, აი ღმერთმა რამდენი იშრომა, მოდი ესე ვთქვათ, იმის გამო, რომ ის ადამიანი ტაძრამდე მოსულიყო. ვინც ის რამდენი განსაცდელი შეემთხვა ამის გამო, თუ რამდენი რამე გადაიტანა, რომ ის ამ აზროვნებაზე მოსულიყო, რომ ტაძრამდე მისულიყო. ისე რომ აი ჩვენ ახლა იმას განსაკითხად კი არ ვამბობთ, ჩვენთვის ვამბობთ. თუ ვინმე ესეთი დაინახე ადამიანმა ტაძარში, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.